60-და 1.29-ის პირველი. ავტომობილმა მთელი გზის 60% გაიარა 9 საათში. რამდენ საათში გაივლის ის გზის დარჩენილ ნაწილს? გავიგოთ ჯერ რა ნაწილია დარჩენილი, მთლიანად აგვაქვს 100%, 100%-ს რო 3%, 60% გამოვაკლოთ, მივიღეთ 40%-ს და შემდეგ დავწეროთ პროპორცია. 60%-ის გავლას 9 საათი მოანდომა, 40%-ის გავლას x საათი მოანდომა. მანძილი და დრო ერთმანეთის პირდაპირ პროპორციულია, რადგან რაც უფრო მეტ მანძილს გავდივართ, მით უფრო მეტი დრო გვეხარჯება. პირდაპირ პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი, ანუ 60 გამრავლებული x-ზე უდრის 40 გამრავლებული 9-ზე. 40 ჯერ 9 არის 360, x-ი უდრის 360 გაყოფილი 60-ზე და x-ი არის 6 საათი. ანუ დარჩენილ ნაწილს 40%-ს გაივლიდა 6 საათში. 1.29-ის მეორე. აბზის 75% წყლით გაივსო 12 საათში. რამდენ საათში გაივსება აბზი მთლიანად? დავწეროთ პირდაპირ პროპორცია, 75% 12 საათში აივსო მთლიანად, ანუ 100% აივსებოდა t საათში. პროპორცია არის პირდაპირი პროპორცია, ანუ რაც უფრო მეტ ნაწილი ივსება, მით უფრო მეტი დრო გჭირდება ავსებას. იხარჯება. პირდაპირი პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი ერთმანეთის ტოლია, ანუ 75 ჯერ t უდრის 12 ჯერ 100. t უდრის 12 ჯერ 100 შეფარდებული 75-დან, შევგვეცოთ 75 და 100 რო შევგვეცოთ 25-ზე, აქ 4-ს მივიღებთ, აქ 3-ს მივიღებთ, 3 და 12-ს შევგვეცოთ, 4-ს მივიღებთ, 4 ჯერ 4 არის 16. ანუ t უდრის 16 საათს. 75%-ის ავსებას თუ 12 საათი დაჭირდებოდა, მთლიანად ავსებას, ანუ 100%-ის ავსებას დაჭირდებოდა 16 საათი. 60-და 1.29-ის მესამე. ფერმერმა ნაკვეთის 40%-ზე მოსავალი აიღო 8 საათში. რამდენ საათში აიღებს ის მოსავალს ნაკვეთის დარჩენილ ნაწილზე? ჯერ გავიგოთ დარჩენილი ნაწილი ნაკვეთის რა ნაწილია, მთლიანად არის 100%, 40%-ზე თუ ავიღეთ, 100 გამოკლებული 40 არის 60. ანუ 60%-ზე დარჩა ასაღები. შემდეგ დავწეროთ პროპორცია, ანუ 40%-ზე აიღო 8 საათში, 60%-ს აიღებს t საათში. პირდაპირ პროპორცია, რადგან რაც უფრო მეტს მუშაობთ, უფრო მეტ ნაწილზე ვიღებთ მოსავალს. პირდაპირ პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი, ანუ 40 ჯერ t უდრის 8 ჯერ 60. 8 ჯერ 60 არის 480, t უდრის 480 გაყოფილი 40-ზე და 12. ანუ 12 საათი მივიღეთ. 40%-ზე თუ 8 საათში დაამთავრებდა, 60%-ს დაჭირდებოდა უკვე 12 საათი. 60-და 1.29-ის მეოთხე. კალათაში მოთავსებული ვაშლების რაოდენობის 45%-ს შეადგენს 27 ვაშლს. რამდენი ვაშლია კალათაში? ანუ 45% არის 27 ვაშლი და გვაინტერესებს 100% რამდენი ვაშლი იქნება. შეგვიძლია დავწეროთ პროპორცია 45, 27 ვაშლი, 100% x ვაშლი. ეს პირდაპირ პროპორცია და პირდაპირ ჯვარედინად გადავამრავლოთ, ან შეგვიძლია წინასწარ რაღაც რიცხვები შევგვეცოთ. 45 და 100 შეგვიძლია ორივე გავყოთ 5-ზე და დავწეროთ ასეთი პროპორცია. 9% 27 ვაშლის ტოლია, 20% x ვაშლის ტოლია. ჯვარედინად გადავამრავლოთ. 9x ტოლია 27 ჯერ 20-ის, x ტოლია 27 ჯერ 20 გაყოფილი 9-ზე. 9 და 27 შევგვეცოთ, დაგვრჩება 3, 3 ჯერ 20 არის 60. ანუ 100%-ში იქნება 60 ვაშლი.